მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო და სვენელებო, აგრეთვე მაყურებლებო, ზოგი უსმენს, ზოგი მიყურებს, ზოგი მეგობრებში მყავს. მე მოდით დღეს შემოგთავაზოთ თქვენ ისმაილ პრესის ვიდეო ანუნაკების ისტორია, რომელიც ჯერ არ იყო გასაჯაროვებული. ეს ინტერვიუ ისმაილ პრესს ჩამოართვეს 22 წელს, მაგრამ ხელენა მუსამ გადათარგმნა და ატვირთვა 23 მაისს, ამა წლის 23 მაისს. მინდა გითხრათ, რომ მე ვიდეოს წერ ინტერნეტის გათიშვის შემდეგ. ხო, ვამცადებ, რომ შემდგომ, როდესაც მე ჩავთავ ინტერნეტს, არ დამავიწყდეს და არ მომხელი არ შემიშალოს და უცებრე ატვირთო ვიდეო დრო რომ არ დავკარგო. მაშ დავიწყოთ. ხო, ესენი ახლა ისმაილ პრესს ყავს სტუმრად ორი ადამიანი, ქაბატონი და კაცი და აქ საუბარია ძმებზე, ანუ ენლი და ენკი არიან ძმები, მაგრამ სხვადასხვა დედებიდან. მამაკაცის სტუმარი ეკითხება, მე თვითონით ნახავ, მე ვიფიქრე იქ სახელი და გვარი ეწერება მეთქი ეკრანზე, მაგრამ არ წერია. არ ვიცი, ისმაილ პრესს ყავს სტუმრად ეს ორი ადამიანი თუ ისმაილ პრესია სტუმრად ამ ორ ადამიანთან, იმიტომ რომ YouTube-ზე ხშირია ვიდეოები, სადაც წამყვანები არიან ორნი ან სამნი. კარგით, მოდით გავაგრძელოთ. და ეს ორი ადამიანიო, ეს ენკი და ერლი, გახდნენ მიზეზი კაცობრიობის ტანჯვისა 1000 წლეულების განმავლობაშიო. ამბობს სტუმარი მამაკაცი. ისმაილ პრესი ამბობს, კარგიო, მოდით მე აგიხსნითო ენ ლილის როლს. ენ ლილი არის ზევსი. ენ ლილი, ეს ანუნაკი, ენ ლილი ბერძნებისთვის იყო ზევსი. ებრაული, ძველი ებრაელებისთვის და შუმერებისთვის იყო ცნობილი როგორც ელიონი. სინამდვილეში ენ ლილი იყო კარგი პიროვნება, ცუდი იყო ენკი და მე პირიქით ვიცი, გამიგონია რომ ენკი იყო კარგი და ენ ლილი ცუდი. ენკი იყო მთავარი ბიოლოგი, ანუ მთავარი გენეტიკოსი, ის იყო მთავარი მეცნიერი შურუპაკში, ნიბირუზე, რომელიც პასუხობდა ყველა გენეტიკურ ექსპერიმენტზე, ექსპერიმენტები, რომლებიც ტარდებოდა ბუნების წიაღში ჩარევით, მათ უნდოდათო ადამიანის ასე ვთქვათ, საგვარეულო ხაზის გაფუჭება და დაიწყეს ადამიანური რასების შერევა, როგორებიც ჩვენ ვიყავით ატლანტიდის დროს, როდესაც ჩვენ ცხოვრობდით 1000 წლები, ხო, ატლანტები მართლა დიდხანს ცხოვრობდნენ და დაგვიმატეს, დაიწყეს სხვა გენეტიკის დამატებაო. თან ისეთი გენების დამატება დაიწყეს, რომ ეს გენეტიკა მეთქი ეს გენები, რომელსაც გვიმატებდნენო ჩვენ, გენები ეკუთვნოდათო პრიმიტიულ არსებებს. ანუ დაბალი განვითარების არსებების გენები იყო ეს. და ამას იმისთვის აკეთებდნენო, რომ ჩვენ დავექვიეთებინეთო როგორც ადამიანები. ანუ ატლანტები ცხოვრობდა დიდხანს, იყო ჯანმრთელები, ფლობდნენ ტელეპათიას, ტელეკინეზს, ყველა უნარეს ფლობდნენ. და პრიმიტიული გენეტიკის დამატებით ჩამოაქვეითეს დაბალ ევოლუციამდე ატლანტები. ანუ დაწიეს მათი IQ, დღეს ამას უწოდებენ IQ, რომ გადაეყვანათ ისინი რეალობის უფრო დაბალ დონეზე. და მხოლოდ ამას არ აკეთებდნენ. ისინი აგრეთვე ერეოდნენ ცხოველების გენეტიკაში. მაგასთან დაიწყესო ანუნაკებმა, აქ იგულისხმება ანუნაკებმა დაიწყესო ადამიანების და ცხოველების შერწყმა, გადაჯვარედინება. მაგასთან აიღეს უკვე არსებული 12 ძაფიანი დნმ, ადამიანის დნმ და დაიწყეს ამ ადამიანის დნმ-ის შეჯვარედინება სხვადასხვა ცხოველების დნმ-თან. და ამ ყველაფერმა შედეგად შექმნა ის არსებები, ხო, მამაკაცი, წამყვანი, მნიშვნელობა არ აქვს, სტუმარი თუ კაი, მოდით ასე ვთქვათ, რომ ვიტყვი, რომ ისმაილ პრესის სტუმრობს ვიღაცებს, ხო, რადგან ისინი უსვამენ კითხვებს. ანუ სტუმარი ყოფილა ისმაილ პრესი და წამყვანი მამაკაცი უმატებს
ისმაილ პერესი ხომ ამბობს იმათმა შექმნესო ამდაგვარად როგორც შედეგი სხვადასხვა ცხოველებიო და ეს კაცი წამყვანი მამაკაცი უმატებს რომ როგორც ქალთევზებიო როგორც ციკლოპებიო ისმაილ პერესი ამოწევს რომ დიახო და ასე გაჩნდენო ყველა მიფოლოგიურად წოდებული არსებებიო და წამყვანი მამაკაცი ამბობს რომ თურმე ეს ესე იგივე თურმე ეს მიფი კი არ ყოფილაო არამედ რეალობა ყოფილაო და თურმე ყველაფერი ეს ხდებოდაო დიახო და ამოწვა პერეს ის იყო პოსეიდონი ზევსის ნახევარ-ძმა და მას მეკუთვნებით შეხვდა ზღვები და აფრიკა ანუ ენკის შეხვდა ეს ზღვები და აფრიკა და ის იყო პოსეიდონი და ენლილს მეკუთვნებით შეხვდა მესოპოტამიის ტერიტორია. ამდაგვარად ეს როგორც გადაიყვანა ზახარიას სიჩინმა, თუმცა სიჩინზე ამბობენ რომ მე ვამბობ ამას რომ სიჩინზე ამბობენ რომ ის არის მატყუარა და ისმაილსკის სიჩინი მოყავს სულ მაგალითად. როგორც ეწერა კეთილ სამარიტიანელებში, სინამდვილეში ეს იყო გადაწერილი ეს კეთილი სამარიტიანები წიგნი ყოფილა ასეთი არ ვიცი, ისეთნაირად რომ ენლილი, იეგოა და ზევსი გამოიყურებოდნენ არასწორად და ისინი ენკის პოსეიდონს მის საგვარეულო ხაზს წარმოაჩენენ კაცობრიობის გადამჩენებლად. მაგრამ თქვენ აგრეთვე უნდა გაიგოთო რომ მარდუკმა ენკის ვაჟმა მარდუკი, ანუ პირიქით მარდუკი ენკის ვაჟი იყო აბსოლუტური რეპტილია. რადგან მისი დედა იყო 100%-იანი წარმომადგენელი დრაკონიელების სულთა სისხლისა, მეფური სისხლისა. მინდა შეგახსენოთ, რომ დრაკონიელები, აი ეს მაღალი დონე, მაღალი კასტა დრაკონიელებისა არიან თეთრი ფერის. და ისინი წარმოადგენენ სულთა სისხლს მათ რასაში. მაგრამ იქ სუფევს მატრიარქალური იერარქია, ანუ უფროსობენ ძუ დრაკონიელები ასე ვთქვათ. ქალური სქესის წარმომადგენლები. როდესაც ენკის ჰქონდა რომანი დუნკინთან, დუნკინმა შვა მარდუკი, შემდეგ მარდუკი გახდა ბაალი, და ბაალი გახდა მოგვიანებით მოღალატე, გახდა სატანა, ანუ მოღალატე ეშმაკი რა ვიცი. და ბაალი ისვის 1000 წლების განმავლობაში სხვებად სწირავდნენ ბავშვებს. ანუ სწირავდნენ ბავშვებს არა მხოლოდ ბაალის, არამედ მარდუკისიც, ბელიალისთვის. ის არისო, რომელსაც თქვენ უწოდებთ ანუნაკს, რომელიც დგასო ამბოხის თავში 12 წლის უკანდელი დროის შემდეგ. წამყვანი ამბობს, ეუბნება პერეს. რასაც თქვენ ახლა ამბობთო, ეს მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა არისო. გავლენიანი მოთამაშეებზეო. და ჩვენ 12 დღეს არ გვეყოფაო ამ საკითხის მსჯელობაზეო. ხალბატონი წამყვანი ჩაერთვა საუბარში და ამბობს, რომ ისტორია ითხრისო 1000 წლეულებსო. ენლი შეასწორა ეს წამყვანი ხალბატონი და ამბობს, რომ სინამდვილეში ეს ისტორია ითვლის მილიონ წლებს. მე ვყვები იმ გალაქტიკურ ომებზე, რომლებიც ხდებოდა იმ დროს გალაქტიკაში 500,000 მილიონი წლების უკანო. წამყვანმა მამაკაცმა უთხრა პერეს, რომ ეს ყველა მასალებიო, რაზეც შენ საუბრობო, სვენელებისთვის რჩებაო ზედაპირულ მდგომარეობაშიო. ისმაილი პასუხობს, რომ დიახო თქვენ სწორს დანებთო. ახლა კი თუ გინდათ თქვენ დაუბრუნდითო პირველ ომს, რომელიც მოხდა კოსმოსში იმ დროსო, რომელიც მიმდინარეობდა ჩვენი გალაქტიკის ფარგლებს მიღმა მე-11 ან მე-12 განზომილებაში. ეს იყო ზუსტად ასეო. სინამდვილეში 820 მილიარდი წლების უკან, ამ დროს ამ 820 მილიარდი წლების უკან ეს ომი იყო ელოქიმების ომი. ამის შემდეგ იყო ომიო დაცემული ელოქიმებისა, იმ ელოქიმების წინააღმდეგ, ანუ დაცემული ელოქიმები ებრძოდნენ იმ ელოქიმებს. ეს ომი ცნობილია როგორც ელექტრონული ომი.
და ეს ომი მოხდა მიახლოებით სადღაც 520 მილიონი წლების უკანო. თუ მილიარდი წლების უკანო, მგონი მილიარდი თქვა. ხო, 520 მილიარდი წლების უკანო. შემდეგ თქვენ იცით რომ ეს ომიო ამ ომმა გადმოინაცვლა ჩვენ გალაქტიკაში 560 მილიონი წლის უკან. ასე რომ ჩვენ გვაქვს საქმე სამყაროების მრავალ რაოდენობასთანო, უზარმაზარი ინფორმაციის უზარმაზარი რაოდენობით ისტორიასთან ერთად, რომლის ფესვები ჩადის მილიარდი წლების უკან წარსულში. წამყვანი ქაბატონი ეკითხება ისმას, ჩვენ ბევრი ხსმენია ატლანტიდაზე. შეგიძლიათ თუ დაწვრილებით მოგიყვეთო ლემურიაზე მუზე. ლემურია მუ ერთ და იგივეა, უბრალოდ როდესაც ლემურია გაქრა, დარჩა მუ ლემურის რაღაც ნაწილი, რომელსაც დაარქვეს მუ. დიახო, პასუხობს ესმანალ-პერესი. ლემურიაო ან მუო იყო პირველი უდიდესი ცივილიზაცია ტიამატის დანგრევის შემდეგ. თავიდან მე შემეშალა მუ მერე კი არ გაჩნდა, არამედ თავიდან ლემურიას მაპატიეთ ლემურიას თავიდან უწოდებდნენ მუს. იმ დროს კი დედამიწაზე მოფრინდა ბევრი არამიწიერი წარმომადგენლები, სახეობები, იმისთვის რომ ჩაიტარებინათ უდიდესი ექსპერიმენტი ახალი რასის შესაქმნელად, რომლებიც უნდა გახვდარიყვნენ ცველები. უნდა გახვდარიყვნენ ეს ახალი რასა უნდა გახვდარიყო მთელი სამყაროს ცველები. და ბევრი უცხოპლანეტელი წარმომადგენელი მოფრინდაო დედამიწაზე იმისთვის რომ თავისი დნმ-ის რაღაც ნაწილი გამოიყოთო ამ საქმისთვის. ხო, მათ უნდათო რომ შეექმნათო ყველაზე უძლეველი არსებები სამყაროში. მასე გაჩნდნენო ჩვენი წინაპრები, რომლებიც ცხოვრობდნენო და ჩვენ ვეკუთვნით ამ ტირანულ საგვარეულო ხაზს. მუ იყო უმშვენიერი, ეს იყო 64 ედემური ბაღი. მუს მაცხოვრებლებმა არ იცოდნენ რა იყო გარეთა ტექნოლოგიები. ისინი იყენებდნენ ტექნოლოგიებს, რომლებიც იყო დაფუძნებული ცნობიერებაზე და ერწყმოდნენ ელემენტებს, რომ ემართათ ისინი აზრის ძალით. და ამდენგვარად მათ შეეძლო თავისი სულისით სამებრ ემართათ ამინდით, ქვებით და კრისტალებით. ეს ჩამოგავს ფილმ ავატარს, სადაც მოქმედება ხდება პლანეტაზე, სადაც ბინადრობენ მაგდაგვარი არსებები. მაშინდელი მუს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სიბიოში თავის პლანეტასთან და წარმოადგენდნენ ერთიან ეკოსისტემას, როგორც ხდება ფილმ ავატარში, პირველ ფილმში. წამყვანი ამბობს, რომ ამიტომ იყო მუ ჰარმონიული, ძალიან ჰარმონიული. პერესი აგრძელებს ის, რაც იწყებდაო როგორც მუ, ბოლოს და ბოლოს გადაიქცა ლემურიაშიო. რადგან ამ ევოლუციის პროცესში ლემურიის მაცხოვრებლები ხდებოდნენ უფრო გამჭიდროვებულები. ისინი იყვნენ რასა მე-7 განზომილებიდან, შემდეგ ჩამოვიდნენ მე-6 განზომილებამდე და ამდენგვარად მუს მაგივრად გაჩნდა ლემურია. ატლანტები კი იყვნენ მე-5 განზომილების ნაწილი და როდესაც ისინი გადავიდნენ მე-6 განზომილებაში, რომ გახდარიყვნენ უფრო გამჭიდროვებულები და უნდათ პოლარობის ინტეგრაციაში შესვლა და მათ ჯეროდათ რომ სული და მატერია შეიწყება ერთმანეთში, ანუ დაბალი და მაღალი განზომილებები, ისინი გახდნენ ამ პროცესის ნაწილი, რამაც გამოიწვია მათი გამჭიდროება, ანუ მათი სხეულები გახდა უფრო მჭიდრო. ყველაფერი მიდიოდა კარგად. ჩვენ ქონდა სხვა კოლონიებიცო, კოლონია რამა, რომელიც თელდებოდა, უბრალოდ რომელიც იყო გავრცელებული და დღევანდელ ინდოეთის ტერიტორიაზე, იყო არსებობდა აგრეთვე იუკაკანის კოლონია, ანუ მაიას კოლონია, რომელიც
არსებობდა დღევანდელი მეზოამერიკის ტერიტორიაზე, ალბათ სამხრეთი ამერიკა იგულისხმა, კარგად ვერ გავიგე რეგიონში, რომელსაც ჩვენ ვუწოდეთ ცენტრალურ ამერიკას. კიდევ იყო კოლონია იუ, რომელიც იყო განლაგებული თანამედროვე ჩინეთის ტერიტორიაზე. ატლანტიდა თავის პირველად, ასე ვთქვათ, მდგომარეობაში ამ ატლანტიდას უწოდებდნენ ალანიას. ალანია იყო მეხუთე კოლონია. თავს იმიტომ ვაბრუნებ აქ ქურაზე ბარდა მიდგას მოსახარშად. ეს პარტია ბარდა აღმოჩნდა მაგარი. ერთი პარტია რო ვიყიდი, ის ხელად მოიხარშა. ხმელი ბარდას გულისხმობ მე. ხო. გუშინ ცოტა ხამით ჭამე ვიდეოს რო ვტედი, ვიცოდი რომ მოშვიდებოდა და წამალი ადამიანებია მეტმორფინი და ცოტა აწულა შაქარი 300 გადასცილდა. ცოტა კი არა ბევრად, მაგრამ 300-მდე რომ ერყევს ეს ჩემთვის უკვე გამარჯვებაა. კარგით, მოდით გავაგრძელოთ. ყველაფერი იყო გარმონიულად შეტყილებული და ლემურია კი იყო დედობრივი კოლონია, დანარჩენი 4 კოლონიებისთვის. პირველმა ატლანტებმა კი დაიწყეს გარეთა ტექნოლოგიების განვითარება. ისინი ატარებდნენ ექსპერიმენტებს მეხუთე განზრმილებაში, სადაც ყველაფერი იყო უფრო მე მგონია ბოლეი კი არა, ნაკლებად ბრწყელი, იმიტომ რომ უფრო ბრწყელი დედამიწის ასე ვთქვათ ფორმაა, დედამიწის ავატარი. მე მგონია ნაკლებად ბრწყელი, იმიტომ რომ რაც უფრო მაღდება განზომილება, მით უფრო სუბუქდება ორგანიზმი. და რაღაც თარგმნის დროსა გაკეთებული შეცდომა, ამას ხო რობოტი თარგმნის. სხვა ცივილიზაციები იმყოფებოდნენ მე-6 განზომილებაში. ხო, მინდა თქვენ გაიგოთ, რომ რაც უფრო მაღალია განზომილება, მით უფრო ნაკლებად მჭიდროა სხეული. ამიტომ გამიკვირდა, მე მგონი რაღაც შეცდომითაა გადათარგმნილი. პირიქით, რაც უფრო მაღალია განზომილება, მით უფრო სუბუქი ხდება სხეული. ხო და ეს ცივილიზაციები ყველა არსებობდა ჰარმონიაში. ატლანტების საუბედუროდ ორიონის რაღაც წარმომადგენლებმა დაიწყეს პლანეტაზე შემოჭრა ვარსკვლავური კარიბჭეების მეშვეობით. ეს კარიბჭეები იყო დაყენებული მარსზე. ვარაუდობ, რომ მარსი იყო პირველი პლანეტა, რომელზეც ტარდებოდა ექსპერიმენტი ჩვენ მზის სისტემაში შემოსაჭრელად. და ამის გამო დაინგრაო უდიდესი სვოტო. ანუ ალბათ გუმბათი იგულისხმება, მაგრამ რომელ გუმბათზეა საუბარი ვერ ხვდები. ალბათ ახლა გავარკვევ. მაგალითად გამოიყენეს სიცეცხლაშორისო კარიბჭე, რომელიც აერთიანებდაო მარსს და ორიონს. იმისთვის რომ შეექმნათ ჯარი. ისინი ანვითარებდნენ ჯარს პლანეტა მალდეკზე, რომელიც ახლა არის განლაგებული კალპერის სარტყელში, ორიონის უკან. ადრე ჩვენ, ანუ დედამიწა იყო განლაგებული იუპიტერის და პლუტონის შუაში. იქ კიდევ იყო ერთი პლანეტა, იუპიტერის ზომისაო, რომელსაც სახელწოდება იყო მალდეკი ისევ, მეორე მალდეკი. ის არა, მე რო ვახსენე, კიდევ მეორე ამ პლანეტასაც უწოდებდნენ მალდეკს. ოდესღაც ჩვენ მზის სისტემაში იყო 12 პლანეტა. ორიონელები შეიჭრნენ ატლანტიდაში და დაიწყეს დრაკონიელების ტექნოლოგიის ჩანერგვა და მათ დახმარებით შეეძლოთ ემართათ კრისტალებით, რომლებიც იყო განლაგებული დედამიწის შიგ. მაგათმა განავითარეს ტექნოლოგიები, რომლებიც აძლევდა საშუალებას გამოიყენებინათ მეზობელი ზეთიური სხეულების ენერგია. მაშინ ჩვენ გვქონდა ორი მთვარე და ლემურია, ალანია და სხვა დანარჩენი კოლონიები შვიდად ცხოვრობდნენ ჰარმონიაში ერთმანეთთან. და მაშინ იმ დროს ატლანტებმა შეცვალეს დასახელება ატლანტიდისა დაირქვეს სინათლის საბჭო და ექვემდებარებოდნენო ახალ ბნელ საბჭოს.
ორიონის ფედერაციას, ან კიდევ მას როგორ უწოდებდნენო, ორიონის იმპერიას. ისინი იყენებდნენ განვითარებულ ტექნოლოგიებს იმისთვის, რომ შეექმნათ მეორე მთვარეო. რადგან მაშინ დედამიწას ორი მთვარე ყავდაო, მაგათმა გადაწყვიტეს არადიპლომატიური მეთოდით სამაგალითოდ ეჩვენებინა სხვა კოლონიებისთვის, რომ ატლანტიდა განწყობილია სერიოზულად და მაგათმა ეს მთვარე გამოიყენეს და გადაიტანეს ლემურიის ახლომახლო, რომელიც იმ დროს იყო მატერიკი, დიდი მატერიკი, სხვა კონტინენტებთან შედარებით. ანუ სიტყვა მატერიკში იგულისხმება ყველაზე დიდი ნაწილი კონტინენტისა და კონტინენტი იგულისხმება ცოტა ნაკლებად მასშტაბური ხმელეთი. და ეს თორე მაგათმა აფეთქეს ლემურიის ზევით. ეს მოხდა სადღაც მეახლოებით 50,000 წლის უკან. ხო და მე წელთაღრიცხვთან დაკავშირებით ციტით გავთიშა. მე მაქვს თქვენზე ვიდეო გადათარგმნილი ხო რუსული წყაროდან გადავთარგმნე ეს ვიდეო. იქ წერია რომ რომელიღაც მომენტში რაღაც პერიოდში იქ რამდენიმე თარიღი მაქვს მე კი არა ინკას დაფიქსირებული და რომელიღაც პერიოდში რაღაც მომენტში დედამიწას სამი მთვარე ყავდა. ერთი მთვარე ლილა, რომელიც ააფეთქეს, მეორე მთვარე ფაეტონი და მესამე დღევანდელი მთვარე დარჩა. მაგრამ ეს რომელ მთვარეზეა საუბარი და რა დროზეა საუბარი 50,000 მილიონი წლის უკანო. რა გითხრათ, იმდენი ექსპერიმენტებია ჩატარებული დედამიწასთან დაკავშირებით, რომ ამაზე მხოლოდ თვით გალაქტიკურ წარმომადგენლებს შეუძლიათ ახსნა. ამიტომ მოусმინო დაბა რა სიტყვის. და ბორევის წიგნის მიხედვით ლემურია გაანადგურა ატლანტებმა. იქ კიდევ სხვანაირი სხვა მომენტებიცაა. მაგრამ კარგით ამას ნუ ჩამოხმარებებით, შეიძლება აგორიოს ტვინი. მოდით დაბა რა სიტყვის კიდევ ამასთან დაკავშირებით პერეს. და ამ ლემურიის ნარჩენი დღევანდელ დღეს ეწოდება ჰავაის კუნძულები. ეს ჰავაია, ჰავაის კუნძულები იყო ლემურიის ნაწილი. და იმ დროს ლემურია იყო ძალიან უზარმაზარი კონტინენტი. მატერიკი უფრო სწორად, მატერიკი. სიდიდით როგორც ამერიკა და კანადა ერთად აღებული წყნარ ოკეანეში. და წამყვანი ამბობს მამაკაცი რომ ჩვენ ყველას იქ ცხოვრება გქონდა. კი, ვეთანხმები ამ კაცს. ახლა დღეობით ვარ ჩვენ აბატარებში, ჩვენ სხეულებში და დედამიწაზე ვინ ცხოვრობს დღეს, ბევრი სული ცხოვრობდა მაშინაც. მაგრამ ატლანტების სხეულში, ლემურელების სხეულში, ხომ გესმით ჩემი? მაშინ ოკუპანტებმა დააყენეს შექმნეს რეინკარნაციული სქემა, შექმნეს კარმის სანსარა. ის ახლა გაუქმებულია რეინკარნაციას და კარმის სანსარა. დარჩენილია მხოლოდ კარმის ბუმერანგი. მაგრამ ნუგონია ზოგიერთებს რომ კარმა გაუქმდა. არა, დღეს კარმა უცებვე დაგეწევათ. ასე რომ ნუეცდებით მოიქცეთ ცუდად, ან გააკეთეთ რამე ცუდი. იმიტომ რომ უცებვე დაგეწევათ. ბუმერანგი ხომ იცით რა? როგორც ისვრით, ისე მოbrunდება და მოხდებათ. აი ესა. ახლა არ დაელოდებიან შემდეგ ცხოვრებას იმისთვის რომ თქვენ დაგსაჯოთ. ჩვენ ყველა დავიშლებით, ჩვენ რასაც დავთესავთ, იმას მოვიმკით ამ ცხოვრებაშივე. საბედნიეროდ ლემურიელები, რომლებიც იყვნენ სულიერად ძალიან განვითარებულები, წინასწარ იცოდნენ ამ თავდასხმაზე, რადგან ლემურიელები ფლობდნენ ნათელ ხილველობას და ამიტომ მათ მოასწრეს, დიდი ნაწილი ლემურიელებისა მოასწრეს შიდა მიწაში დამალვა და დღემდე არსებობენ შიდა მიწაში. ხო და წამყვანი მამაკაცი ეკითხება ისმაელ პერეს. მე რამდენ თქვენ კითხოთო? დღესდღეობით, დღესაც არსებობენ ცივილიზაციები შიდა მიწაშიო? ისმაელ პერესი ადასტურებს, დიახო, არსებობენო. და მამაკაცი წამყვანი ეკითხება და როდის შემოვლიანო ჩვენთან კონტაქტში ისინი?
არაუგვიანეს 24 წლისა. დღეს 26 წელია. ესე იგი, კი, არაუგვიანეს 24 წლისაო, მაგრამო იმის შემდეგო, როდესაც დედამიწა სრულიად იქნებაო დაბრუნებული galaktikურ საზოგადოებაში. უფრო ადრე ეს არ მოხდება რასაკვირველია. და როდესაც ეს მოხდება, შიდა მიწის მცხოვრებლები იქ ბევრი ცივილიზაცია იმალება. ჩვენთან არ უნდათ კონტაქტი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ დაუნდობლები. ჩვენ არა, მაგრამ სამხედროელები. ისინი ელოდებიან ამ დღეს. იმდენი ვილაპარაკე გაჩიშულ მდგომარეობაში. ახლა ჩავთ. საერთოდ შიდა ცივილიზაციები ნაწილი ცხოვრობს პირდაპირ შიდა მიწაში, ნაწილმა შექმნა ჯიბეები, დროის ჯიბეები, რომელშიც განავითარეს თავისი ცივილიზაცია და ყველა სიხშირეები, ეს განზომილებები არსებობს დედამიწაზე. მიწის ქვეშ კიდევ, ამიტომ კორიგუდი არის იქ ნამყოფი. რომელიღაცა ცივილიზაციასთან კორიგუდი და სხვა წარმომადგენლები და იწყებოდა მას, თქო არ მახსოვს მე ეს გადაგითაროთ თქვენ თუ არა და ამ ვიდეოს ნახვა შეიძლება არ რასკრიტია რომ მატერია იქა, მაგრამ არის კიდე რუსული არხი რასკრიტია, რომელიც თავის ამბებს ყვება, მაგრამ ეს ამერიკული არხია. რუსულენოვანი არხი, რომელიც დებს ამ ვიდეოებს, დებდა უბრალოდ ახლა რატოღაც ბოლო დროს მე ეს არხი არ ჩდება YouTube-ზე, ანუ ინტერნეტი არ მაჩვენებს ამ არხს, რატომ არ ვიცი. და იქ კორიგუდი, დევიდ ჰუკოკი და სხვები ყვებიან ამ რეალურ ისტორიებს. ისინი ელოდებიან, სანამ ჩვენ დედამიწელები ვიბრაციებს ავიწევთ. შიდამიწის მაცხოვრებლები არიან სულიერად ძალიან განვითარებულები და ისინი არიან ძალიან მშვიდობის მოყვარული ხალხი და მე მგონია მხოლოდ 1-2% რომლებიც ჩავიდნენ მიწაში, შიდამიწაში იყვნენ განწყობილი მტრულად. და ამ მტრულად განწყობილ ცივილიზაციას ეკუთვნიან რეპტილოიდები, რუხები და კიდევ სხვები. ჩვენი მიწა გავსოტებს და შიგნით შიდა წყობა მიწისა გავს სოტურ სტრუქტურას, სოტა ფუტკები რომ აშენებენ სახლის იმ დაგვარი თან სავსეა აუ დამავიწყდა გამოქვაბულებით. მიწისში არის შიდა მზე, დიახ, პირდაპირ გაგებით შიდა მზე და ეს შიდა მზე განლაგებულია ბირთვის შიგ, დედამიწის ბირთვის შიგ და ასრულებს შიდა მზის ფუნქციას. მიწისში არის მდინარეები, ტბები, ნაკადულები, ტყეები და ოკეანეები. ყველაზე წარმოგიდგენიათ, მიწის შიგ 2-ჯერ მეტი, 3-ჯერ მეტი წყალია, ვიდრე ზედაპირზე. წამყვანი ეკითხება, როგორ შეიძლება 1000 წლეული ცხოვრო მიწის ქვეშ და იცხოვრო მზის გარეშეო და შიდა მზე როგორ უნდა ასრულებდესო მზის ფუნქციასო. დიახო, მასეც არისო პასუხობს ისმაილ პერეზი. შიდა მზე ასრულებსო მინიატურული მზის ფუნქციას. შიდა მიწის ცხოვრებლები ღებულობენო მზის ხმების იმავე დონის, იმავე რაოდენობის უბრალოდ სხივებს, რასაც გაცემს ჩვენი მზეო. და ისინი ღებულობენო იმავე კვებას, როგორც ჩვენო, მაგრამ ჩვენ ღებულობთ უფრო სუფთა სახით. ისევ გავთიშე, რა ვისაუბრი არ მახსოვს, ახლა მე თავიდან ვერ ჩავწერ. შიდა მზე გავიმეორებ მაინც. არ ვიცი რა ჩავწერე და ამიტომ გავიმეორებ მაინც. შიდა მზის სხივები, რომელსაც გამოყოფს შიდა მზე, არის უფრო სუფთა, რადგან იქ არ არის დაბინძურება, როგორც ჩვენთანო. და წამყვანი მამაკაცი ეუბნება, რომ იქო ალბათ ისინი უფრო ჯანმრთელები არიანო. დიახო, შედარებით ჯანმრთელები არიანო და ისინი ძალიან მახლები არიანო და ძალიან ვებერთელები არიანო.
მუსკულებიანი არიანო, კუბიკები, აი, ატლეტებს რომ აქვენ კუბიკები გამოსული მუცელზე, მაგდაგვარი კუბიკები აქვენო. ქალბატონი წამყვანი გადადის სხვა თემაზე, მოდით ვისაუბროთ სერაფიმებზე და მეორე სერაფიმებზეო და მე არ ვიცი ეს მეორე სერაფიმები რას ნიშნავს, შეიძლება რობოტის შეცდომა მაინც მოვუსვინოთ. და ეკითხება ეს წამყვანი, არ შეგიძლია თუ აგხსნათ თუ რატომ ვერ აღვიქვამთო ჩვენ ანგელოზურ არსებებსო. ისინი ჩვენ სულ ჩვენ გარშემო არიანო სულ? დიახო, პასუხობს ეს მეალი, ეს მასე არისო. ყველა განზომილებები არსებობსო ჩვენ გარშემო, ჩვენ ვერ ხედავთო, მაგრამ ჩვენ გარშემო ყველა განზომილებები არსებობსო. ერთდროულად. თვით მე-14 განზომილების ჩათვლით. სადაც არის განლაგებული ცენტრალური სამყარო. და ჩვენ სინამდვილეში ვართო ცენტრალური სამყაროს ცენტრში. უბრალოდ ჩვენ ამას ვერ აღვიქვამთო, ვერ ვაცნობიერებთო. ჩვენ უყურებთო ნივთეს სულ სხვა თვალსაზრისით, სხვა წერტილიდანო. მაგრამ ეს ანგელოზური, მაღალი ანგელოზური არსებებიო, არიანო იმის ნაწილი, რომელსაც მე ჩემ წიგნში ვუწოდებო პირველ ზეციურ ორგანიზაციად. ისინი მოქმედებენ როგორც მარადიული ооნის მსახურები. ისინი არიან წარმოადგენენ მართვად ადმინისტრაციას, რომლებიც მართავენ ცენტრალური სამყაროთი, ანუ ცენტრალური დედა სამყაროთი. და მათ არ აქვენ ის ნების ძალა იმ გაგებით, რომელიც აქვენ ბევრ ასპექტებს ერთიანი მთლისა. ეს ჩამოგავსო იმას, როდესაც ერთიანი მთლიანი იშლებაო ასპექტებზე, რამდენიმე ასპექტებზე, იმისთვის რომ დაიცვას სფეროები და ხელი შეუწყოს უდიდესი ღვთაებრივი გეგმის შესრულებას. უფრო მეტიც. და წამყვანი კაცი, მამაკაცი ეკითხება და ისინი ყველა ჩვენ დენებთან არიანო დაკავშირებული. დიახო, პასუხობს ის მამაკაცი, ისინი ყველა არიანო ჩვენ დენებთან დაკავშირებული. როდესაც ჩვენ საუბრობთო ანგელოზებზე და არქანგელოზებზეო, ჩვენ გულისხმობთო არქეტიპებს. ის არქეტიპები არიანო, რომლებიც ჩვენ შიგნით არსებობენო. ანუ, როდესაც თქვენ ლოცულობთო ლოცვას წარმოთქვამთო არქანგელოზების მისამართით, არქანგელოს მიქაელის მისამართით მაგალითად, თქვენ სინამდვილეშიო, თქვენ ლოცვას წარმოთქვამთო თქვენი საკუთარი ასპექტის მიმართ, მისამართით. წარმოიდგინეთ, როდესაც ჩვენ ყველანი ვერთებითო ჩვენ მაღალ მეს, ჩვენ ვაცნობიერებთო, რომ ვართო წყარო და განსახიერება იმისა, რაც არისო ჩვენში ჩადებული. და რომ ჩვენში არისო ჩადებული მთელი კოსმოსური, ასე ვთქვათ, ნეტარება, ყველაფერი კარგი რაც კი არის. ყველა ანგელოზების, არქანგელოზები, სერაფიმების სულკრივო ფერები კიდევ ერთხელ დაასახელა და მაღალი ლეგიონები ყველა არიან ჩვენ დენებში ჩვენ დენებთან დაკავშირებულები, ხო და ახლა წარმოგიდგენთ მეგობრებო, რამდენად ძლიერები ვართ ჩვენ. და მამაკაცი წამყვანი ეკითხება პერეს, როდესაც მათ ვესაუბრებითო ჩვენ საკუთარი თავის ასპექტებს ვესაუბრებითო, ხო? დიახო, ამბობს ის პერესი. მას არისო, რადგან ჩვენ შორის და მათ შორისო არანაირი განსხვავება არ არისო. არანაირი გაყოფა არ არსებობსო. ეს არისო ერთი უზარმაზარი, გიგანტური, გოლიათური, ასე ვთქვათ, სული, კოსმოსური სული, რომელიც მილიარდი წლების განმავლობაში გაიყო ნაწილებად იმისთვის, რომ თავისი თავი შეიცნოს უფრო დიდ მასშტაბით. და ჩვენ ვართ ის კი არის ჩვენ. ჩვენ ვართ ამ პროცესის ბოლო შედეგი. ესე იგი, ცნობიერების ერთეულების სახით. მაგრამ ამავე დროს ჩვენ
ვართ კოსმოსური უჯრედების მაგვარი. ჩვენი უჯრედები, ჩვენი ორგანიზმის უჯრედები არიან თავის სამყაროში. კოსმოსურ სამყაროში არის მაკროკოსმოსი, არის მიკროკოსმოსი, მაგრამ მე მგონი აქ უფრო სხვადასხვა უფრო ნაკლებიც და უფრო დიდი კოსმოსიც არსებობს. იმიტომ აი ვიტყვი ახლა ეს შეიძლება ჩემი ვინმეს გაეჩინოს სკეპტიკოსებს ისედაც არ ჯერა იმისა, რასაც ამბობენ, მაგრამ მე მაინც ვიტყვი ჩემსას. მე ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, თუ ეს ამხელა უზარმაზარი ვებერთელა კოსმოსი რაღაცაში დევს. ხო არ შეიძლება კი ჩვენ ვერც საწყის ხედავთ, ვერც ბოლოს ხედავთ, ხო? მაგრამ ეს უზარმაზარი კოსმოსი ამხელა იერარქიით, ხო? ეს რაღაცაში დევს, რაღაცა ისეთში, აი სათამაშო მატრუშკას მაგვარად. ეს მთელი კოსმოსი ჩვენ ხომ ავატარში ვართ, შემდეგ ჩვენ გამოვდივართ, ჩვენ სულები ვართ, ხო? იმ ნაწილი ერთიანი კოსმოსური სულისა, მაგრამ ჩვენ რომ ვტოვებთ ავატარებს, აი ეს სული, ერთიანი კოსმოსური სულიც რაღაცაში დევს. არის რაღაცის ნაწილი. ხო, ჩვენ დღესდღეობით გვესმის მარტო მაკროკოსმოსი და მიკროკოსმოსი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ აქ უფრო სიღრმისეული გაგებაა, რომლისაკენ ჩვენ ჯერ არ მიგიწვდის ხელი. ალბათ ჩვენ ამას გავიგებთ მაშინ, როდესაც ჩვენი სულები დაუბრუნდებიან თავის წყაროს. როდესაც ჩვენ დაუბრუნდებით კოსმოსში. ჩვენი ორგანიზმი ავიღოთ, ჩვენ ორგანიზმი ვართ, ხო? ჩვენი უჯრედები ცხოვრობენ თავიანთ კოსმოსში. თავიანთ შიგანი ავტონომიური ორგანოა, ის ცხოვრობს თავის სამყაროში. კი, ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ გული თავისი სამყაროა, ტვინი თავისი სამყაროა. ადამიანს ორი სის ზარღვის მოძრაობა გააჩნია, არის პერიფერიული, არის ცენტრალური, ხო? ყველა ორგანოები თავთავისი კოსმოსურ, ასე ვთქვათ, გარემოში ცხოვრობენ. და რადგან ჩვენ ყველანი ვართ ცოცხალი არსებები, უჯრედის ხო ცოცხალი არსებაა, ხო? ის რომ ცოცხალი არსება არ იყოს, ის ხო ვერ იგრძნობს, რადგან ის უჯრედში შედის, გამოდის, შედის ჟანგბადი, გამოდის CO2, შედის საკვები, გამოდის ტოქსინები, შედის წყალი, იწმინდება, წმინდა სამ შხამს, ტოქსინებს, შლაკებს გამოყავს, ხო? ეგ ყველაფერი ცნობიერებით რომ არ იყოს სავსე, ეს ყველაფერი არ იქნებოდა, ხო? წარმოიდგინეთ ხალხო. ყველანი ცხოვრობს თავისი კანონებით. და ამ ყველაფერს ესმის ჩვენ რას საუბრობთ, რას ვამბობთ. სიტყვა თუ არის მაღალ ვიბრაციული, კარგად მოქმედებს ჩვენ ორგანიზმზე, თუ რამე ისეთი ვთქვით, მოქმედებს ნეგატიურად და როდესაც ადამიანი ჭამს მაგიდასთან, რატომაც ველად ამბობდნენ, როდესაც ჭამთ ჩვენ ყრუ ვარ და მუნჯები ვართ. ყრუები ვარ და მუნჯები ვარ, რატომ? როდესაც ჭამ, არაფერზე არ უნდა იფიქრო. უფიქრო უნდა მხოლოდ საკვებზე, რომ შენ საკვებს არ გაყვეს ნეგატიური ენერგია. და თუ წყალთან ახლოს ხარ, აი დოქით წყალი დგას, ხამე ბოთლი წყლის სავსე ბოთლი მაქვს და იმაზე მას ტელეფონი მიყვნობილი, ამიტომ გავწიე ხელი. დახურულ მდგომარეობაშიც კი, მით უმეტეს თუ ყველა დოქებს ხომ არა სახურავი ან საჭმოს ჭამ. ღიათ არ უნდა დატოვოს საკვები, რატომ? ენერგიას ჭამავენ, საკვების ენერგია მიაქვს პარაზიტებს და საკვები რჩება ენერგიის გარეშე. მიკრო ვალნოვკები აკრძალეს ბევრ ქვეყნებში. რატომ? ართმევს საჭმოს ენერგიას.
აი ხოლმე ხდება ხანდახან აქ ზუგდიდში ახლა როდესაც მე დავდივარ პოლიკლინიკაში იქ ახლოს არის გახსნილი საცხობი და წარმოიდგინეთ მე საერთოდ ცხელი არაფერი არ მიყვარს და თუ რამე სიყიდია ან ღვეზილს ან ხაჭაპურს ან ლობიოს არც კი გეკითხებიან ისე დობენ გასაცხელებლად არც კი გეკითხებიან ხო და თუ არ დაასტარი ჰუმორში შედებენ ხოლმე მე რამეს იქ როდესაც დავდივარ გამოკვლევაზე იქ ხანდახან ჭამ და მე როდესაც მომშვიდება ვერ ვითმენ შია რაღაცით უნდა გავიფსო კუჭი და მე სულ ეუბნები არ გააცხელოთ ერთხელ გამოვატანი უკან მარტო იქ არას საერთოდ ყველგან სადაც კი რამე საცხობენ გაცხლება უნდა აცხლებენ ხელად არ შეგეკითხებიან გიდა არ გინდა უნდა კითხო ადამიანს მე მათ არ მინდა მე მიკროვოლნოკაში გაცხლებული არაფერი არ მინდა კი ხუმულზე რაღაც ვაცხლებს კი რა გაცხლებული საკვები არ ვარ გამიორეთ გაცხლებული იმიტომ რომ ის თლად კარგავს თავის ძალას ენერგიას მოდით გავაგრძელოთ ჩვენი სამყარო ეს არის უზარმაზარი გრანდიოზული კოსმოსური უჯრედი და ის ფანტაზი ამბობს რაღაც კითხვა დაუსვა მე ამას არ გავიმეორებთ რომ არ დავკარგო არა კიდევ ადგილი აქვს ჩემი ტელეფონის მეხსიერებას ის ფანტაზი ამბობს რომ მე აქ იმისთვის კი არა ვარ რომ თქვენ ჩემი ინფორმაცია მოგაწოდოთ მე აქ იმისთვის ვარ რომ გითხრათო რომ თქვენში დენაუ ყველა ეს ინფორმაცია თქვენ შეგიძლიათო ცდომა მიიღოთო თქვენ საკუთარ თავში გახსნათო გაიხსნათო თქვენი საკუთარი თავი ჩაიძირეთო თქვენ საკუთარ თავში გამოიკრიეთო თქვენი საკუთარი თავი თქვენ ხართო ამ აკაშის სტარებილები იმიტომ რომ ეფირი შედის ჩვენში ეფირი არის ყველგან და ეს ეფირი არის აკაში ეფირი სხვადასხვა დონის ეფისაც გააჩნია სხვადასხვა დონის ვიბრაციები და სხვადასხვა სიხშირეებისა მაგრამ ეფირი არის ყველგან ეფირი არის ჩვენში ეფირი რო არა ჩვენ დღეს ცოცხლები არ ვიქნებოდით ერთი ეფირი მეორე პრალაია საცოცხლო ძალა და თქვენი თავი შეისწავლეთო და თქვენ აღმოაჩენთო რომ თურმე ამ ინფორმაციის მიმართ ტლუმა თქვენც გაქვთო თქვენ ეს უნდა აღიქვათო თქვენი საკუთარი თავი უნდა აღიქვათო გაყოფა არ არსებობსო გაიგეთო რომ ჩვენ ვართო ღმერთიც ისა განსახიერებაც ჩვენში ყველაში არისო ღმერთის ნაწილი ჩვენ ყველა ვართო ღმერთები ჩვენ ვართ ერთიანი მთლიანობა მთელ სამყაროში ჩვენ ვრჩებით ერთი ორგანიზმის ნაწილები უჯრედები ცალ-ცალკე უჯრედი მაგრამ მაინც ერთი ორგანიზმის წარმომადგენლები ვართო ხო მედიტაცია უნდა ჩაატაროთო მე შეგეკითხოთ რომ მედიტაცია რა სამომდებულო დღეს აი დღევანდელ დღეს ადრე თუ უნდა გევარჯიშა მრავალი წელი იოგათი მრავალი წელი უნდა გევარჯიშა რაღაც რთული მედიტაციები უნდა ჩაგეტარებინა დღეს ამ პერიოდში საკმარისია რომ განმარტოვდე და ჩაფიქრდე შენ ცხოვრებაზე შენ თავზე ჩაღმავდე შენ საკუთარ თავში ეგიც საკმარისია და გეხსნება ყველაფერი იმიტომ რომ ახლა სხვა დროა ახლა სხვა სივრცეა და ბევრი რამ შეიცვალა უბრალოდ განმარტოვდით სიწყნარეში რომ თქვენ ფიქრებს თქვენ სიმარტოეს არავინ არ შეუშალოს ხელი წამალი მამაკაცი ეკითხება ისმაილ პერეს ხო ვერ აგხსნით 154,000 ვინ არიანო და რას წარმოადგენენ მინდა შეგახსენოთ ჩემო ძვირფასო სვენელებო რომ დამაყურებლებო რომ ამ კითხვასთან დაკავშირებით თუ ვინ არიან 154,000 ამის შესახებ კარგად ახსნეს ლეტალიამ და პანდორამ და ეს ვიდეო მე მაქვს გადათარგმნილი და დადებული თუ კარგად მოიძებნიეთ შეგიძლიათ ამ ვიდეოს უსვინოთ თუ არა და თუ დამატებითი ინფორმაცია გინდა თუ არა და ისმაილ პერესი ახლა ახსნის და მე თქვენ გადაგითარგმნით თუ ვინ არიან ესენი მაგრამ ისმაილ ცოტა სხვანაირად ამბობს ამას
ამ 154,000 აქვთო პირდაპირი კავშირი 154,000 დნმ ძაფებთანო, რომელიც ჩვენ მოგვეცაო მაღალ რეალობის მაღალ დონეზე. დნმ-ის ექსპრესია აგრეთვე ამ რიცხვში შედისო ამ 154,000 ეს 154,000 სულები, რომლებიც მოვიდნენ მე-13 განზომილებებიდან და აგრძელებენ განსახიერებას და მათ ამ მომენტისთვის არ აქვს არანაირი კარმა, რადგან ისინი არიან ისინი მაგათმა უკვე გაიარესო ეს აღმავლობა და მინდა გითხრათ პანდორას ნათქვამით, რომ ეს 154,000 მოვიდნენ იმისთვის, რომ გამოიცნონ ანტიქრისტე იყო დაბადებულია და ეს ამ 154,000-დან ჯერ ყველა არა გამოღვიძებული და მხოლოდ ამათ შეუძლიათ ამ ანტიქრისტის ამოცნობა და მაგის შეჩერება. 50-იან წლებში ჩვენი პლანეტა იყო ატომური აფეთქების ზღვარზე, ანუ უნდა განადგურებულიყო ატომური ომით და დედამიწა რასაკვირველია ყველაფერ ცოცხალთან ერთად იქნებოდა განადგურებული. დედამიწამ დაიწყო ყველელი პირდაპირი გაგებით, წლუდონეზე, თორე აბახა ფიზიკურად წლუდონეზე ხო ცნობილება გააჩნია ყველაფერსა, იმით ტელეპათი და იმით ცნობიერებით თქვენ შეგიძლიათ სადეთ გაესაუბროთ დედამიწას, დედამიწის სულს, სადეთ და რას იგზნოთ არ გაინტერესებთ? არ ქნათ ეს ხობის დადასრებით, განმარტობდით და ისექენით, თუ გწონიათ და ელაპარაკეთ ბუნებას, ხეს, არა აუცილებელი, სხვას გააგონოთ. თქვენ შეგიძლიათ შინაგანად ეს გააკეთოთ. კოსმოსი ცოცხალიაო ხალხო, მთელი კოსმოსი ცოცხალიაო, ყველაფერი ცოცხალიაო და როდესაც დახმარება თხოვა დედამიწა, ეს 154,000 სული გამოიხმაურაო დედამიწას. წამყვანი მამაკაცი ამბობს, რომ დოლორეს კენონი საუბრობდა ამის შესახებ, რომ მოხდა 3 ტალღა და ამ 3 ტალღაში ეს 154,000 ჩამოვიდნენ დედამიწაზე, განსახიერდნენ. ჩვენო სინამდვილეში ვართო ჯარისკაცები დედამიწაზე. და ეს 154,000 არიანო კაცობრიობის გადამრჩენები, დედამიწის გადარჩენები, ესე იგი სამყაროს გადამრჩენები. ისმაილ პერესი ამბობს, რომ სინამდვილეშიო ჩვენი დედამიწა არისო განლაგებული სამყაროს ცენტრში, ყველა სამყაროს ხაზის შუაში. იმის მიუხედავად, რომ არსებობს ვერაიატნესი, რას ნიშნავს ეს? ახლა ხომ არსებობს რამდენიმე ხაზი, ხო? ხან ერთი ხაზი ჯოვნის, ხან მეორე ხაზი, ხან მესამე, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით მივდივართ გამაგრებულ დროის პოზიტიურ ორგანულ ხაზზე. იმის მიუხედავად, რომ არსებობს იმის ვარიანტები, რომ შეიცვალოსო ეს ხაზები, მაინცო დედამიწაო ეს რამდენიმე ხაზი ერთში შეიწყებაო და დარჩებაო ერთი დროის ხაზი, საჯარო დროის ხაზი, რაც იმ დროსთვის განვითარდებაო. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არისო. წამყვანი მამაკაცი ეკითხება, მე მაქვსო განაგონი, რომ რამდენიმე დედამიწის ვერსია შეიქმნაო ამ დროის ხაზების გამო ომის მიმდინარეობის დროსო. დიახ, ეს მასე არისო, უპასუხა ისმაილმა. წამყვანი ეკითხება ის მამაკაცი, რამდენი ვერსია არისო თავიდან, რამდენი ვერსია იყო თავიდან. მე გაგონილი მაქვს, რომ არსებობდა 50 ვერსია. ისმაილ პერესი პასუხობს, შეიძლება მეტიც იყოსო, მაგრამ ეს ყველა ვერსიები დედამიწის არსებობს პარალელურ სამყაროებში. მაგალითად, ერთ-ერთ მასეთ პარალელურ სამყაროში ატლანტიდა არ იყო ოკუპირებული და იქ დღესაც ატლანტიდა იმყოფება ოქროს, არსებობს ოქროს საუკუნეში და დღემდე არსებობს 4 ერთმანეთთან ჰარმონიაში ყოფი კოლონიები, ლემურია, რამა, იუნიმაია და ამ პარალელურ სამყაროში ლემურია არ გახდა ლემურია, არამედ დარჩა მუდ. ანუ რადგან დარჩა მაღალ დონეზე განვითარების გამოდის და ის ლემურიად გახდა, როდესაც თავისი სხეულები ფიზიკური გაისკელა
გამჭირდებოდა უფრო. და კიდევ ერთი მომენტიო, ეგვიპტე არ იყო აღებული და წაბილწული და იმ პარალელურ ხაზზე, სადაც ატლანტიდაში ოქროს ხანა დღესაც ეგვიპტეშიც ოქროს ხანაა. და ამ პარალელურ სამყაროში ჩვენ ვხედავთ ფარაონებს, მაშინდელ მღვდლებს და ქალმღვდლებს, იმ დროს იყვნენ ჟრიცი მამლუქთისკესის მღვდლები, ჟრიცი ქალბატონები. ახლა კიდე გავიმეორებ სწორად. ჟრეც, ვაჟა, რუსული ჟრეცი მამლუქთში მამაკაცები მღვდლები, ჟრიცა, ჟრი, ჩვეულებრივი ი, ჟრიცა, ქალი მღვდელი. ახლანდელი გაგებით მღვდელი არა, მაშინ სხვანაირი რელიგია იყო. ესენი იყვნენ რელიგიის წარმომადგენლები კი არა, შემეშალა მე, რელიგიის წარმომადგენლები კი არა, იყვნენ, მაშინ რელიგია არ იყო, იქ სხვანაირი რაღაც იყო რელიგიის მაგვარი. და ესენი იყვნენ, ეს ჟრეცები, როგორ გითხრათ, გამახსენდა, ვარსკვლავური კარიბჭეების მცველები. წამალვა ახსენა, თქვენო უთხრა, თქვენო მოიხსენიეთო ეგვიპტე. რა არისო განლაგებული სფინქსის ქვეშ? ისმაელი პასუხობს, სფინქსის ქვეშ განლაგებულიაო წელთაღრიცხვის დარბაზები. და ამ დარბაზებშიო ინახებაო ყველა დროის აკაშის ქრონიკა. ისინი ხსნიანო გალაქტიკის ისტორიას, რომლის დასაწერად დასჭირდებოდა ტომები. და მათ შეეძლოთ მთელი ბიბლიოთეკის გავსება, თუმცა მე ჩემი წიგნი, რაც შეიძლება შევამცირეო, მაგრამ იმასთან თუ გაითვალისწინებთო გალაქტიკურ ისტორიასო, არსებობს მრავალი მილიონი და კიდევ მილიონი სამყაროები, სადაც არისო სიცოცხლე და ზედმეტი აქვს საუბარი კიდევ სხვა სამყაროებზე და მილიარდი სხვა გალაქტიკებზე და აქ სფინქსის ქვეშ სრული ბიბლიოთეკაა კოსმოსურ ისტორიებზე, განვითარებაზე. და ამ, ასე ვთქვათ, რადგან ამან თქვა აკაშის ქრონიკის ბიბლიოთეკა, ესე იგი ეს არის წვრილ დონეზე, იმიტომ რომ აკაში არის იგივე ეფირი. ანუ ეფირულ დონეზე ადამიანი ფიზიკურ აკაშიდან კი არ იღებს ინფორმაციას, ის კონტაქტორები, ვინც თუნდაც იგივე ისმაილ პერესი არა, ესენი ხედავენ ეფირულ დონეს. და ეს ბიბლიოთეკა სფინქსის ქვეშ არის ეფირული ბიბლიოთეკა, აკაშის ქრონიკები. როდესაც მოხდება აღმავლობა და როდესაც ზე ამოიფრქვევა, ბოლოჯერ ამოიფრქვევა, მაშინ მოხდება გადასვლა და როდესაც მოხდება ტრანსფორმაცია სახეობებისა, ეს ცოდნის საცავები იქნება მისაწვდომი ხალხისთვის. და ეს გახსნა უკვე ხდება, ჩქარდება და თანდათანობით იხსნება, მაგრამ აჩქარებულად. ჩვენ გალაქტიკაში რეპტილოიდები წარმოადგენენ ბნელ მხარეს, ჰუმანოიდები ლირიდან წარმოადგენენ ნათელ მხარეს და ამდაგვარად პოლარობის ინტეგრაციის მიზანი არის იყო შედგებოდა იმაში, რომ გაგიცნობიერებინა, რომ მაღალ განზომილებებში იქამდე სანამ ჩვენ ფიზიკური ფორმა შევიძინეთ, ჩვენ ვიყავით ერთი ანი მთლიანობის შვილები. დაცემული ჩვენი ძმების ჩათვლით, რომლებიც გაყვნენ ლუციფერს, მინდა შეგახსენოთ, რომ ლუციფერმა მოინანია და ეს ვიცი მე პანდორა და ლეტალიის გადაცემიდან, ლუციფერმა მოინანია და შეურიგდა თავის მამას. არა, გიკეს შეხვედრიდან, 84 მგონი, გიკეს შეხვედრიდან, ხო. პოლარობის ინტეგრაცია ამდაგვარად იყო ორმაგი პროცესი, ის იყო მიმართული იმისკენ, რომ ხალხს მეკითხებით მიეღო დრაკონიელების, რეპტილოიდების ტექნოლოგიები და მეორე მხრივ ხალხს უნდა ისწავლა მედიტაცია, ლევიტაცია, რომ მათ გადაელახა თავისი ეს აგრესია, ბოღმა და
ეპოვათ ის ოქროს შუალედი თავის თავში. მაგრამ სამწუხაროთო ყველაფერი ისე არ წავიდაო. პოლარობის ინტეგრაციის მეორე ასპექტი ეს არის სული და მატერიის გაერთიანება, ანუ მაღალი და დაბალი ჩაკრებისა. გალაქტიკური ჰუმანოიდების მაგალითში ყოველთვის, როდესაც ისინი მისწრაფოდნენ სულიერ განვითარებისკენ და მაგრამ ამავე დროს ზარალდებოდაო დაბალი ჩაკრების, ანუ სულიერი განვითარება ცდილობდნენო დაბალი ჩაკრების დაზარალების ხარჯზე, ისინი ეჯახებოდნენ დრაკონელებს, მათკენ წეროს. ეს იყო ყველაფერი მოწყობილიო. დრაკონელებს აძლევდნენ უფლებას შექმნათ კონფლიქტები, იმისთვის რომ ჰუმანოიდებს არ დავიწყებოდათ, რომ მათ უნდა გადაწყვეტონ ეს პრობლემა. წამყვანი მამაკაცი ეკითხება, ესე იგივე ეს კონფლიქტი იყო დაგეგმები მაღალ დონეზეო. ისმალპერესმა დაამოწმა, დიახო, მთელი გალაქტიკური ომი იყო დაგეგმილი უფრო მაღალ დონეზე, უფრო მაღალ რეალობის დონეზე. ჩვენი გალაქტიკის ფარგლებს მიიღმა, იგეგმებოდა შექმნა უფრო მაღალი განვითარების დონისა და ეს მაღალი დონე განვითარებისა კი საბოლოო მიზანი შედგებოდა სიცოცხლეში, უპირობო სიცოცხლეში და ეს უპირობო სიცოცხლე დენა თურმე ყოველი ქმნილების ფუძეში. ამდაგორად ვალობა შეიძლება დააბრუნო ერთიან იმ არსებულისა, თუ შეიგნებ რომ ბოროტებაც კი არ არსებობს ჩვენ გარეთ, არამედ ეს ბოროტება არის ჩვენ შიგ. და როდესაც ჩვენ ვატარებთ შიდა სამუშაოს და ეს პროცესი ხდება ვარსკვლავურ სულის ბავშვებში და სინათლის მუშაკებში, იძულებული ხდებიან შეხვდნენ პრინციპით თავის ჭრილებთან, რადგან ჩვენ ცხოვრობთ იმ პერიოდში, იმ დროს, როდესაც ვალობა უნდა დაუბრუნდეს თავის ასე ვთქვათ, წერტილს. და იცით რა მინდა გითხრათ? ახლა ისმენი მართალია, რასაც ეს ყვება მე რამდენჯერმე გადავიტანე. აი მაგალითად, შეხვდა ადამიანი, ხო? ერთ ტერიტორიაზე ცხოვრობ იმ ადამიანთან, დაუშვათ მის ტერიტორიაზე, მის სახლში, ის ცდილობს შენ გაკონტროლებას, ის გიბრძანებს, ის გაიძულებს, მისი ნათქვამის შეასრულა ის გაიძულებს, მაგალითად, მიჭკვაზე გატაროს, რადგან შენ იქ ცხოვრობ, შენ და ვერ წახვალ იქიდან, შენ იძულებული ხარ, ხო? მას დაემორჩილო, ხო? და ფიქრობ, აი, აქედან შევიცლი მაგალითად ადგილი მდებარეობას და მე ასეთ ადამიანი არ შევხვდება. არა. მე მაგალითი მოყვას უბრალოდ. შენ პოულობ სხვა ადგილს დაუშვათ, იქ ისეთივე ადამიანი ხვდება, ოღონდ უყვე ხაზი სახლის პატრონის როლში კი არა, სულ სხვა პიროვნების როლში. კი, ის შენ ვერ დაგიმორჩილებს, მაგრამ მაინც ისევე გექცევა. ყოფს ცხოვრს შენ საქმეში, ცდილობს მიჭკვაზე გაგარონიოს, თუმცა შენ მას არ იცნობ, არა, ის ცდილობს შენი დანახვისას მიჭკვაზე გაგაკეთებიოს რაღაც, ხო? ასე რომ ასეთ ადამიანებს რა გამოლევს? უბრალოდ ჩვენ ხანდახან გვიმსუბუქებენ სიტუაციას იმით, რომ მაგალითად გვიცლიან ამ ადამიანების სტატუსს, რანგს. ანუ თუ პირველ შემთხვევაში შენ იძულებული იყავი იმ კაცის ჭკვაზე გიბლო, რადგან ხარ იქ ცხოვრობ და ვერ საწახვალ, მეორე შემთხვევაში შენ გაიძულებენ, მაგრამ შენ მეტი თავისუფლება გაგაჩნია, ხო? მაგრამ აი მე ხანდახან ხიზიანდები, რატო ხდება მაინდამაინც მე ასეთი ხალხი. მაგრამ მეორე წუთში ჩემ თავს ვამშვიდებ იმით, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ შენ კიდევ ვერ გაიარე ის კლასი იმ თემასთან დაკავშირებით, ამ თემასთან დაკავშირებით. ვერ ჩააბარე გამოცდა და შენ ცოტა შეგიმსუბუქეს გამოცდის პირობები. ხომ გესმით ჩემი? და შენ ამ გამოცდას გაბარებებინ თავიდან. მაგრამ
უფრო შემსუბუქებულ პირობებში. ხომ გამიგეთ მე თქვენ? მე ხა პირდაპირ ვერ ვიტყვი, არ მინდა ამ თემაზე ვისაუბრო ახლა, ღიად. მაგრამ ხომ გამიგეთ მე რას გულისხმობ, ხო? როდესაც ჩვენ ვერ ვაპარეთ ცხოვრების გამოსცეს რაღაც საკითხში, ჩვენ ამ საკითხს ბევრჯერ გაგვარონებენ, ბევრჯერ ჩაგვაპარიებენ. ასე რომ, ნუ გახიზიანდებით თუ ერთ და იგივე კედელს ეჯახებით. პირიქით, თქვენთანაც დაუსვით კითხვა. რატო ვეჯახები მე ერთ და იგივე კედელს? იმიტომ რომ მე ვერ ვაპარებ ამ გამოცდას. და იმდენჯერ შეგვაჯახებენ, სანამ ჩვენ ამას ვერ შევიგნებ და ვერ მიხვდებით. ანუ ზოგ შემთხვევაში უფრო მეტი სიმამაცე გვჭირდება, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც შენ სხვა გამოსავალი არ აქვს, შენ სიტუაციას გიცვლია. ხო, უფრო არ დილებენ სიტუაციას, გარემოს, მაგრამ მაინც იმ გამოცდის ჩაბარება მოგიწევს. ამიტომ გეუბნებით, კი არ გახსიანდეთ. კი, ნუ ხა რაღაც მომიჩნდა საკურველი ემოციებს აყვებით, მაგრამ მე დაფიქრდით, რაში შედგება საქმე და თქვენ პასუხს ნახავთ თქვენ თავში. ხო და უკვე გაგიცინებათ. კი არ გაბრასდებით, კი არ გახსიანდებით. უკვე გეცინებოდით იქნება თქვენ თავზე, როგორც ახლა მეცინება მე. არა, მე არ ვტირი, მე მეცინება. მეცინება, იმიტომ რომ მე ბევრჯერ შევჯახებულ ვარ ასეთ კედელს. და თავიდან არ მესმოდა თუ რატო მეჯახები ერთ და იგივე კედელს ბევრჯერ. თავიდან ვერ ხვდებოდი. მაგრამ ახლა უკვე ხვდები. ახლა უკვე მიხვდი. ახლა რომ შემეფხა ეს რაღაც სიტუაციები, მიხვდი თუ რაში შედგებოდა საქმე. და უკვე ახლა ფიქრობ. ამაზე სწორად. აი, ჩემნაირი რეაქცია გიქნებათ თქვენც. დაწუნებული ვარ. კარგით, მოდით ახლა შეიძლება ზოგმა ვერ მიხდეს მე რაზე ვიცინი, მაგრამ აი თქვენ, როდესაც ასეთ სიტუაციაში ჩავარდებით და რამდენჯერმე კედელს მიგარტყმებებენ თავს, თქვენ მიხვდებით თუ მე რაზე მეცინებოდა. კარგით, მოდით გავაგრძელოთ. მოდით ახლა დაუბრუნდეთ დნმ-ის თემას ვამბობთ წამყვანი მამაკაცი. როგორც მეცნიერები ამბობენ, რომ მუსორი დნმ-ში არისო ნაგავი დნმ. ანუ არასაჭირო ნაგავი დნმ, რომელიც არაო საჭირო, მაგრამ მაინც არისო. წამოდგინეთ ახლა, ბუნებამ შექმნა დნმ და თურმე ნაგავიც ჩაუმატებია დნმ-ში, ეს იგივე სუძიც. და ბუნება როგორ შეიძლება ბუნებამ ჩაამატოს არასაჭირო რაღაც რგოლები დნმ-ის ჯაჭვში, ხო? თუ არასაჭირო, რაც ჩვენში დევს, ყველაფერი საჭიროა სინამდვილეში. და გითხარითო თუ როგორ ვიყავითო ჩვენ გაჭიშული ამ ქსელიდან და როგორ ფუნქციონირებდითო 10%-ით. შეიძლება ნაკლები პროცენტითაც. თქვენ თქვითო 4%. როგორ უნდა მოიხსნენო მსმენელებმა, რომ ეს დარჩენილი დნმ-ის დანარჩენი პროცენტები აღიდგინოსო. ისმა პრესი პასუხობს, რომ ეს დარჩენილი დნმ აღიდგინოთო და გავააქტიუროთო, დანარჩენი პროცენტები უნდა დავიცვათო სხეულის სისუფთავე, მედიტაციები უნდა ჩავატაროთო, უნდა ჩავიძიროთო ხოლმე ჩვენ თავში, ანუ გადმატორდე და ჩვენ თავში ჩავიძირო და გავარკვიოთ თუ ჩვენ რა გვინდა, დაუსვათ კითხვა ჩვენ თავს, რაღაც კითხვები, რაც შეიძლება მეტი დრო გავატაროთ ბუნებაში, იქნება ეს მთის ტყე, იქნება ეს ოკეანე, იქნება ეს ზღვა, ტბა, თუ ნებისმიერი ადგილი ბუნების, რადგან ბუნება ფლობს სამკურნალო თვისებებით. რაც უფრო მეტ დროს ჩვენ ვატარებთ ბუნებაზე, მით უფრო ყურნავთ ჩვენ თავს და ეს არის საჭირო იმისთვის, მე დავამატებდი, რომ ვიბრაციებიც უნდა ავიწიოთ. და რაც უფრო მეტ ვიწევთ ჩვენ ვიბრაციას, მით უფრო არის შანსი იმისა, რომ ამ დნმ-ის დანარჩენი პროცენტიც გააქტიურდება
და ეს კიდე უფრო შესაძლებელიაო იმ ფოტონური ენერგიის მეშვეობით, რომელიც ჩვენსკენ მოედინებაო მზისგან, galaktikis ბირთვისგან და დარჩენილი დნმ-ის ასე ვთქვათ ნაწილებს ნაწილები ავტომატურად გააქტიურდებიან. და ახლა სანამ ვსაუბრობ, კაცობრიობა განიცდისო გენეტიკურ მუტაციას უჯრედულ დონეზე. ვარი უნდა თქვათო ცუდ ჩვევებზე. ანუ არ უნდა დალიოთ, არ უნდა მოწიოთ ნარკოტიკები, არ უნდა მიიღოთ და ნარკოტიკი ეს კი, მაგრამ ხომ ჩვენ სვამთ წამლებს დანიშნულებას ექიმის სვამთ ბევრ წამლებს. მაგალითად მე ვსვამ დიაბეტურ წამლებს, სვამ არითმიის წამალს, სვამ რაღაც დამატებით წამალს თუ დამჭირდა ხო წნების წამალს კი ენერგიების გამო იწევა ხოლმე წნება და მას წამალები არ შველის, მაგრამ ხანდახან იძულებული ვარ ეს გავაკეთო, რომ სისხლის ჩაქცევა არ მივიღო. სვამ თხრის ნახარს მე რომ სისხლი შევათხელო, ხანდახან სვამ კარდიომაგნილს, რომელიც შედგება ასპირინისგან და მაგნიუმისგან, ხო? ასპირინი კუჭე მოქმედებს, მაგრამ მე ვცდილობ არ დავლიო შედების გვარა წამალი, შედების გვარა. აგრეთვე მე ვხმარობ თვალის წვეთებს. ახლა კატარაქტის ოპერაციები ორივე თვალზე რომ გამიკეთდა, ქვეყანა წამლები ჩავიწვეთე და თვალის წვეთები რომ აიმიტო, ბევრი თვალის წვეთი აზიანებს თვალს, ეს წვეთები ხდება ორგანიზმში, მოქმედებს ტვინზე, ხო? თან არავინ იცის თუ კი ჩვენ ცალ-ცალკე ვიწვეთავთ რაღაც გამოშვებით, სვამ წამალს რაღაც გამოშვებით, მაგრამ როგორი უერთდება ეს წამლები ერთმანეთს თუ არა სისხლში და უერთდება თუ არა ერთმანეთს ნალექის სახით ილექება თუ არა ჩვენ სიზარღვებში, კუჭში, შიგანში, არავინ იცის, ხო? მაგალითად მე რომ გავიგე რომ თურმე ჩაი ხო შეიცავს ტანინს, ტანინი, როდესაც შენ სვამ რამე წამალს და ჩაის აყოლებ, ეს ნივთიერება ტანინი თურმე შედის რეაქციაში ამ წამლებთან და უხსნადი ნალექის სახით გამოდის გარეთ და ორგანიზმი მაგას ვერ ითვისებს. ამიტომ ვამბობთ, ჩვენ ვწამლავთ ჩვენ ორგანიზმს, არ ვიცით ისე. ტრადიციული მედიცინა კურნავს ერთ ორგანოს. არატრადიციული მედიცინა კურნავს მთლიანად ორგანიზმს. დაავადებას კი არ კურნავს, არამედ მთელ ორგანიზმს კურნავს. რადგან თუ სადმე ჯაჭვის რგოლი გაწყდა, ჯაჭვი არ შეიძლება იყოს ერთიანი და მთლიანი. ამიტომ ეგრე მასე ხდება ორგანიზმის შეფარდებაშიც. ყველაფერი არის ურთიერთდამოკიდებული ერთმანეთზე. თუ სადმე რამე იცით, ძველ ჩინეთში იყო ასეთი წესი. ძალიან მე მიმაჩნია, რომ ძალიან მკაცრი რამ იყო ეს. რა ხდებოდა ახლა? ყავდათ კურნალები სამეფო კართან და ამათ ევალებოდათ ემკურნალათ ყველასთვის, ანუ ჩაიტარებინათ პროფილაქტიკური მკურნალობა და თუ რომელიმე დაავადდებოდა, ამ კურნალს კვეთნენ თავს. რატო? შენო რატო მიიყვანეო ამ დაავადებამდე ადამიანი? ანუ შეხარო შენი ბრალიო რომ ადამიანი დაავადდაო. იმ დროს პროფილაქტიკურ მკურნალობას ანიჭებდნენ ძალიან დიდ როლს. დღეს პროფილაქტიკას არანაირ როლს არ ანიჭებენ. ადამიანი ითმენს უგროვდება, ეს ყველაფერი უგროვდება, დაავადდება და შემდეგ აყრიან ქვეყანა წამალს. არა და ხომ შეიძლება აი ზოგჯერა ექიმები, ზოგჯერა რეკლამის გარი, მაგრამ რომ გაართხილონ ადამიანები, მერე წამლებს ვერ გაყიდიან. დღევანდელი ფარმაკოლოგია არის ფარმობიზნესი. წარმოგიდგენიათ რამდენი არასწორი მედიკამენტები ტრიალებს. აი მაგალითს მოგიყვებით რამდენიმე, აი იმედი არ ჩამქოლავენ. ავიღოთ მილდრონატი. მილდრონატი არის ეს ვიტამინების შენაერთი, ხო?
ცალთაკე ვიტამინებიც იყიდება, ხო? აი B1-ის ინსტრუქცია რო წაიკითხო, იქ წერია, რომ სხვასთან ერთად გარევა არ შეიძლება. B6-ის ინსტრუქცია რო წაიკითხო, იქ წერია, რომ სხვა ვიტამინებთან ერთად ჯგუფის B ვიტამინების ერთად გარევა არ შეიძლება, ხო? ორტოფენის, დიკლოფენაკის ან ვოლტარენის, ნუ ამ ჯგუფის პრეპარატებთან ერთად B6-ის გარევა არ შეიძლება. იქცევა ნალექად. მე მაგას ვერ შეიყვან. მე გავართხილი ერთხელ ჩემით ვერ ვიკეთებდი უკან. იყო პერიოდები, რომ მე ნევსებს ვიკეთებდი დიკლოფენაკის სპეციალურად, რადგან პრობლემები მქონდა წელის სულ. და იმ ადამიანს, რომელსაც უნდა გაიგეთებია ნევსი, მე ვთხარი, არ გაურიო მეთქი ვიტამინ D-ს ერთად. ამან ადგა და მაინც გაურია და მე ჯვრიხ და წამალი შემექნა გადასაგდები. ისეთი ნალექი გაჩნდა, ფენა, თითქოს ნაჭრის ნახევები ეყარა უში. წარმოგიდგენიათ, როგორ ხელად შევიდა რეაქციაში. ეს კაი ცალ-ცალკე ამას კი ვიკეთებთ, მაგრამ ორგანიზმში ცალ-ცალკე ადგილას ვიკეთებთ, მაგრამ სისხლძარღვი სისტემა ხომ ერთია და თქვენ წამოიგინეთ ახლა ეს დიკლოფენაკი, ეს თვითონ B ვიტამინი ღვიძლის დასაცავად, რო შეხვდება ერთმანეთს სადღაც სისხლძარღვის რაღაც მონაკვეთში, იქ მაინც ხომ შეუერთდება ერთმანეთს და ხო რეაქციაში შევა, ხომ დაილექება. ესე იგი გამოდის, რომ ტყუილად ვიჩხვდა თავს, ხო? და ასეთი წამლები თავი დამიხვა ხო? და ასეთი პრეპარატები ბევრი არსებობს. აუ ძალიან ემოციურად საუბრო. თავი მეხვევა. კარგით, მოდით ახლა გავაგრძელოთ. არ უნდა ვჭამოთო სუპერფუდები, უნდა ვჭამოთო ყველაფერი ცოცხალი, მაგრამ მე მინდა დავამატო, რომ დღეს საღი საკვები არაა საერთოდ დედამიწაზე. არა, იმიტომ რომ ყველაფერი მოყავთ და მაგის და სიტყვა უდაბლინი ქართულად. კაი, არ გამოახა, ვერ შევწყვიტავ ახლა. ინტერნეტი მაინც არ მაქვს. აი, ვერ გავიხსენე ეს სიტყვა. სასულსაც კი უკეთებენ, წვანილებსაც კი სასულს აყრიან ცოტა რომ მე მაგალითად, როდესაც კარტოფილი მომყავდა, ცოტა სასულს მაინც უკეთებდი, თუმცა მე უფრო ხმარობდი იოდს, ელიონკას, კვერცხის ნაჭრს ხარშავდი და მე ვაზავებდი, სამის ნარჩენები არცით არ გადამიყრია, მაგითაც ვაკეთებდი და ვწყავდი, ჩემოყვანილ რასაც თესავდი და ვგავდი და მაინც პატარა სასუქი მაინც გავუკეთებდი, იმიტომ რომ სხვაგორად არ შეიძლებოდა. ამიტომ ვამბობ, რომ ჯანსაღი საკვები არ არის სრულიად ჯანსაღი საკვები, მაგრამ შეიძლება მიახლოებით ჯანსაღი საკვები მაინც მივიღოთ. მაგრამ რას გეტყვით, იცით? განწყობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რა განწყობით ჭამს საკვებს. ამიტომ ვამბობ, როდესაც რამე სჭამთ, მე ხანდახან მავიწყდება და ჭამის დროს რომ დრო არ დავკარგო, თუ ინტერნეტი მაქვს ჩართული, ჩავთავ ვიდეოს, არა და არ უნდა გავაკეთო. უნდა ჩავთო მუსიკა, არა, მე ვთავ რომელიმე ვიდეო როლიქს, რომ ინფორმაციას მოусმინო. არა და მეც ვუშვებ შეცდომას. ჭამის დროს შეგიძლია ჩართო მუსიკალური, კლასიკური მუსიკა. სასიამოვნოა და ვიბრაციასაც აგიწევთ და საკვებსაც ენერგეტიკულად დამუხტავს. აი, ამ სულ მავიწყდება ამის გაკეთება, რომ როდესაც ჭამ, არაფერს არ მოусმინო, სიტყვა მივეცი ჩემ თავს. აწი ჩავთა მუსიკას კლასიკურ ჭამის დროს, თუ ინტერნეტი მექნა ჩართული. მაგრამ მე რადგან კვილები არ მაქვს, დრო მჭირდება. ამას ხო ყველაფერს ხეჭვა უნდა, ხძილებით, კარგად უნდა დავამუშავო და გადაყვაპო, ხო? ამიტომ ხალხო, ასეთ შეცდომებს უნდა ვუშვებთ. ნუ გაარჩევთ მაგიდასთან ნუ რაფელს. მიეცით საშუალება საკვებს, ისე ჩავიდეს ჩვენ კუჩში, რომ არ დაიმუხტოს რამე ნეგატიური ენერგიით. წამყვანი ეკითხება,
მარსზე არისო მონუმენტი სახის პირამიდა სახე ჩანს, რომელიც იყო შექმნილი ალანის საპატივცემულოდ. ისრაელ პრესი ამოწმებს დიახო, მასზე არისო, და წამყვანი ეკითხება ის ხომ იყო ეს ალანო ნიბირუს საბჭოს თავმჯდომარე. მაგ დროს პირველად როდესაც დრაკო შემოიჭრაო ჩვენ მზის სისტემაში პირველი შემოჭრის დროსო ეს ალანო პასუხს აგებდაო ამის შესახებ, პასუხისგებლობა ეკისრაო. ხომ გესმით ნიბირუ ისეა მოწყობილი, რომ ჩვენ მზის სისტემაში იჭდებაო 3600 წელიწადში ერთხელ. და კიდევ შეგახსენებთ, რომ ეს ვიდეო იყო გადათარგმნილი 26 წლის 23 მაისს, მაგრამ ინგლისურენოვანი ვიდეო იყო ატვირთული 22 წელს. ამიტომ ახლა ბოლო ინფორმაციით ისმაილ პერესმა თქვა, რომ ნიბირუ მოვა ხო რიმზის წინასწარ მეტყველებას რომ ხსნის. მე ახლა დავდევი ამ დღევში ეს ვიდეო, რომ ნიბირუ მოვა, გამოჩნდება და როგორც მეორე მზე ისე დარჩება თავის ორბიტაზე, არცად წავა, არცად გაქრება. და რომ ახანდელი ნიბირუ არის პოზიტიური ძალით გათავისუფლებული და არ წარმოადგენს საფრთხეს არავისთვის. მაგრამ ეს ჩანაწერია 22 წლის. ხო, ამას შეგახსენეთ მაინც, რომ იცოდეთ. და მაშინ იმ დროს, როდესაც ის ჯერ იყო ნეგატიური პლანეტა, ის რომ ტოვებდა ჩვენ მზის სისტემას, ის და სხვა მზის სისტემაში შედიოდა, ის აკონტროლებდა ყველა იმ მზის სისტემას, რომლის გზას გადიოდა. ცდილობდა გაეკონტროლებინა. ხომ გესმით ჩემი? წამყვანი ეკითხება, შავი და თეთრი ხვრელები ეს არის წერტილების შეცვლის და გამოსვლისო, ხო? დიახო, ამოწმებს ისმაილ პრესი და ყოველ მზეს აქვს მასეთი ხვრელები, შავიც და თეთრიც. დიახო, ყველა მზეს აქვს შავი და თეთრი ხვრელები, შეცვლის წერტილი და გამოსვლის წერტილი. და მთელი სამყაროები გაერთიანებულიაო, დაკავშირებულიაო ერთმანეთს ამ ხვრელებით. და ეს ხვრელები ასრულებენო კარიბჭეების როლს. და პერესი ამბობს, ჩვენ დავადგინეთ, რომ მესამე ტიპის ცივილიზაცია ეს ცივილიზაციის დონეაო, რომელსაც შეუძლიაო მთელი გალაქტიკის სიძლიერე გამოიყენოსო და მეოთხე ტიპის ცივილიზაციას კი იყენებსო სამყაროს მთელი სამყაროს სიძლიერეს. ეს კი ეს სამყარო შედგებაო მილიარდ გალაქტიკებისაგანო და მილიარდი გალაქტიკის სიძლიერეს იყენებენო მეოთხე ტიპის ცივილიზაციები. ამ რეალობის დონეზე მათ შეუძლიათ შექმნან სულ ახალი და ახალი სამყაროები და განასახიერონ ისინი ერთ წამში. აი მე მინდა ხარ შევეხო ცოტა დრო დარჩენილი, მაგრამ მაინც მინდა შევეხო, რადგან ამ თემამ ახლა გამახსენა და საიდან ხტებიან რელიგიური ადამიანები. აი მაგალითად მე შევქმნი სამყარო, მივედი იმ მესამე მეოთხე ცივილიზაციის განვითარებამდე და შევქმნი ჩემი სამყარო, ხო? აი მე ვარ მაგალითად აი მაგალითი მომყავს ყვავილი, გაცნობიერებული ყვავილი, ხო? ასეთებიც არსებობენ, ცივილიზაცია ვარ ასეთი, ყვავლების. მე შევქმნი ჩემი სამყარო, აი მზის მაგვარი სამყარო, მზის სისტემის მაგვარი სამყარო, სადაც ბევრი პლანეტები მაქვს, სადაც ჩვეულებრივი როგორცა სიცოცხლე აღვადგინე, გავაჩინე. ვინ ცხოვრობს ახლა ამ სისტემაში? თუ მე ვარ ყვავილი და მე შევქმნი სამყარო, მობინადრებები იქნებიან ყვავილები და მცენარეები, სხვა მცენარეები, ხო? უმეტესწილად. რატომ და არის ისეთი სისტემები, სადაც მთავარი ადამიანი კი არა, მთავარი არის ნიანგი,
ან ფრინველი, ან კიდევ რომლიღაც ცხოველი და მე როგორც ყვავილი, თავარი ყვავილი იქნება ჩემ სამყაროში. ხო, მაგრამ მე თუ ვარ დაუშვათ ბაყაყი და შექმენი სამყარო, ჩემ სამყაროში პრიორიტეტი ექნებათ ბაყაყებს. ანუ უფრო ბაყაყების მაგვარი არსებები იქნებიან, ხო? აი ასეთ მაგვარი სიტუაციებში და მე როგორც ღმერთს თაყვანსცემდენ იქნება ჩემი შექმნილი არსებები. ეგონებათ რომ ღმერთი მე ვარ, რომ ყველაფერი ჩემ გარშემო ტრიალებს. ხო, და სხვა ასლს არ გაიკარებენ. ამდაგვარი სიტუაცია იყო დედამიწაზე. ამდაგვარად შეიქმნა რელიგიები და ნეგატიურმა უცხოპლანეტელებმა ზოგმა ისარგებლა ამით, მაგრამ შეგნებულმა და პოზიტიურმა უცხოპლანეტელებმა აუკრძალეს რაღაც ტომებს, ისინი მიიღოთ როგორც ღმერთები, იმიტომ რომ მაგალითად არის ასეთი ტომი ხოფი, თუ არ ცდები, და კიდევ ერთი ტომი, რომლებიც ღმერთებად კი არ ცვლიან უცხოპლანეტელებს, არამედ მათ მოიხსენიებენ როგორც მასწავლებლებს. ეს იმის დამსახურება, რომ იმ უცხოპლანეტელებმა აუკრძალეს მაგათ ღმერთებად ჩათვალონ და თაყვანისცენ. ხო, ხედავთ? ან ბევრს არ უნდოდა ამის აღიარება და მაინც ღმერთებად უწოდებდნენ. ან ზოგიერთ უცხოპლანეტელს უნდოდა, რომ ისინი ღმერთები ყოფილიყვნენ ადამიანებისთვის და დაემონათ და დაემორჩილათ ისინი. აი ეს სიტუაცია ამ რელიგიების საკითხებში. ამიტომ განვითარდა რელიგიები. თორემ ღმერთი ერთი, ის ღმერთი არა ის ღმერთი, რომელსაც ცემდნენ თაყვანს. თავარი აბსოლუტი ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო, ის ჩვენგან შორსა იმას შეიძლება არც კი გაიგოს. თან ეს ერთი, მეორე ჩვენ ვართ თანახმერთები, თანაშექმნელები. იმ ღმერთის რაღაც ნაწილი დენა ჩვენში, ჩვენ სულში. ღვთაებრივი ნაპრწყალი არის ყველა ჩვენში. და იმ ადამიანში, რომელშიც არ აქვს ღვთაებრივი ნაპრწყალი, იმაში სულიც არაა. არიან უსულო ადამიანები, არიან სულისმაგლად რაღაც სხვა დენა, ან ცარიელი. ამიტომ გეუბნებით. მეოთხე ტიპს ცივილიზაციის, მეოთხე ტიპს მოყვება მეხუთე ტიპის ცივილიზაცია. ესენი არიან უკვე ღმერთების ცივილიზაცია. ეს მეხუთე ცივილიზაცია ამ ცივილიზაციის უკვე ასე ვთქვათ გავლენის ქვეშ ხდება მთელი დედობრივი სამყარო. და ეს მეხუთე ტიპის ცივილიზაცია, ამ მეხუთე ტიპის ცივილიზაცია შეიძლება გამოიყენოს მულტისამყაროს სიმძლავრე, ენერგია და ამით ყველაფერი თავდება. ამის იქით გზა არ არსებობს. ხო, ქალბატონი წამყვანი ყოფილა ფარმაცევტი და ინტერესებს რას ფიქრობს ისმაილ პერეზი მედიკამენტებზე, რომელსაც ჩვენ ვხებულობთ. ისმაილ პერეზი ამბობს, სინამდვილეში ნავთობქიმიური კომპანიები იყო შექმნილი ნაცისტების მიერ და მათი სტრუქტურებით. ფარმაცევტიული კომპანიები, NASA და CRU იყო შექმნილი პროექტის ჩარჩოში სახელწოდებით სკრეპკა. ეს ჩემთვის არის ახალი ამბავი. კი, არა, სკრეპკის შესახებ მესმოდა მე, მაგრამ ეს ფარმაცევტული კომპანიაც რომ ამ სკრეპკის ნაწილი იყო, ეს არ ვიცოდი ნახდოდ. ანუ CRU შექმნის, NASA შექმნის და ფარმაცევტული კომპანიების შექმნის თავი თუ ეს კაი გასაგებია, მაგრამ ფარმაცევტული კომპანიის თავი თუ გერმანელები იყო გაქცეული ნაცისტები. სასაული. აი ზუსტად მაშინ ჩემთვის ახალი ამბავი არა, არც NASA შექმნა, არც CRU შექმნა. ეს მე პენიბრელის ამბობიდან ვიცი, იმდრებოდა. მაგრამ ფარმაცევტული კომპანია რო შექმნა, იმ პერიოდშია NASA მეთქი ნაცისტებმა, გაქცეულმა ნაცისტებმა, რომ თავი შეყვეს ამერიკის
ხელისუფლებაში, არა მხოლოდ ამერიკის. ეს შილოვანი სახელმწიფო, როგორც წინა ვიდეოში გითხარით მე, კონტროლდებოდა ამ შავი ფლოტის მიერ. აგრეთვე მაგათმა გადაწყვიტეს სამედიცინო სფეროთ გაეკონტროლებინათ. და როკფელერების ფონდის ხარდაჭერით იყო შექმნილი ამერიკული სამედიცინო ასოციაცია და შემდეგ ვოზის სახელი რუსულად ქვია ВОЗ Всемирная организация здравоохранения. Всемирная организация здравоохранения. და ყველა სახელმწიფო დიდი თუ პატარა ამ ჯანდაცვის ჭყუაზე დადიოდა. წამოიდგინეთ და დღესაც დადის. შემუშავებული ფარმაცევტიული პრეპარატები პირველ რიგში გამოიკვლეოდა ებრაელებზე შტატებში, რომ გაერკვიათ რომელი იყო მათგან სასიკვდილო, რომელი არა. მაგრამ მთლიანობაში სიმართლე შესაბამებაო იმას, რომ ეს პრეპარატები ყველა მავნეა ჯანმრთელობისთვის. ეს პრეპარატები არა მხოლოდ ხდიან ჩვენ ავამტყოფებად, არამედ იმის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რითიც არის თითქოს დანიშნული. ანუ მე ასე გავიგე, თუ მაგალითად ეს არის წნევისწამალი პირიქით წნევას წევს მაღლა. თუ მაგალითად მე ხა დიაბეტიკი ვარ და ანტიდიაბეტურ წამლებს ვამ, თითქოს და ანტიდიაბეტურ წამლებს სინამდვილეში ეს წამლები საწინააღმდეგოდ მოქმედებს. დიაბეტს ხელს უწყობს და ასე შემდეგ. დედა მაპატიეთ მეტკინა უცებ. და ეს პრეპარატები, რომელიც იყო ამ ორგანიზაციის სამედიცინო ორგანიზაციის გამოშვებული, დანიშნულია იმისთვის, რომ თქვენი იმუნიტეტი დაანგრიოს. წამყვანები ეკითხებიან, რა მოქმედებს დნმ-ზე. მათი მთავარი მიზანი შედგება იმაში, რომ ხელი შეგვიშალონ ჩვენ დნმ-ის აქტივაციაში. ქიმიური კვალი, რომელიც წამლავენ ჩვენ საკვებს, შეიცავენ ფტორს. ეს მე ვიცი დიდი ხანია და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ ვიმუშაოთ სიძლიერის მხოლოდ 4%-ზე. რადგან მაგათმა იციან ამ წინასამეტყველების შესახებ, მაგათმა ყველამ იცოდა, რომ მე-20 საუკუნის ბოლოსკენ 21 საუკუნის დასაწყისში გაჩნდება ადამიანების ახალი რასა, რომლებიც შეიძლება შეადარო ადამიანებს X, ანუ ძლიერ ადამიანებს ყველანაირი მხრიდან, რომლებსაც აქვენ უნარები. კარგი, მე გადავწყვიტე ამით ამესრულებია ვიდეო, ბევრი რა დარჩენილი და თან ის მეორდება. ეს ძველი ჩანაწერი არა, იქ რაზეც მას უნდა მოყვეს, ეს უკვე სხვა ვიდეოში აქვს ნათქვამი, რომელიც მე გადავთარგმნე. ამიტომ მოდით ნუ ჩავღმავდებით, რადგან ადგილიც არ მაქვს ბევრი დარჩენილი. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ გაიგეთ ამ ვიდეოს აზრი. თქვენი ნება რასაკურველია, დაიჯერებთ ამას თუ არა. მადლობთ ყურადღებისთვის. შეხვედრამდე.